სურს, რომ პაკისტანსა და ავღანეთს შორის საზღვარზე მდგომარეობა ნორმალიზდეს მას შემდეგ, რაც ბოლო თვეებში ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ამ ორ ქვეყანას შორის შუამავლობას სთავაზობს, რადგან საზღვარზე არასტაბილურობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მნიშვნელოვან ეკონომიკურ დერეფნებს. რუსეთი რჩება ერთადერთ ქვეყნად, რომელმაც ოფიციალურად აღიარა თალიბანის მთავრობა ავღანეთში. და ამ საკითხის განსახილველად ჩვენთან ერთად არის ჩვენი უფროსი კორესპონდენტი, ოვენ ალტმანი. ვენ, რა ბერკეტი, რა ინტერესი და რა გავლენა აქვს მოსკოვს რეალურად აქ? კარგი, საინტერესოა ბიანკა, რამდენიმე სხვადასხვა მოვლენა ხდება ერთდროულად და ეს მხოლოდ დიდი სურათის ნაწილია. ამავდროულად, როცა ეს ხდება, რუსეთში კონფერენციაზე რუსმა ოფიციალურმა პირებმა თალიბანთან თავდაცვის პაქტს მოაწერეს ხელი. რუსეთი ერთადერთი მთავრობაა მსოფლიოში. რუსეთის მთავრობა ერთადერთი მთავრობაა მსოფლიოში, რომელიც თალიბანს აღიარებს ავღანეთის მთავრობად და თავდაცვის პაქტს აწერს ხელს სამხედრო ალიანსისთვის. და ზოგიერთი ევროპული მედია ბიანკა საკუთარ თავს სვამს კითხვას, ხომ არ შეიძლება ისე როგორც ვიხილეთ, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები რუსეთის მხარეს უკრაინის ომში, ვიხილოთ თალიბანი მებრძოლები რუსეთის გვერდით უკრაინის ომში. და ეს არის რუსეთის мотиваცია, რომ თალიბანთან თავდაცვის პაქტი გააფორმა, მაგრამ შეიძლება სხვა мотиваცი იყოს. რუსეთი ყოველთვის თვლიდა ავღანეთს თავისი გაფართოებული ახლო საზღვარგარეთის ნაწილად, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ხომ ასეა. ცენტრალურ აზიასთან ესაზღვრება, რომელიც შემდეგ რუსეთს ესაზღვრება. თუ დაუბრუნდებით 1979 წელს და საბჭოთა კავშირის შეჭრას და შემდეგ 1980-იანი წლების განმავლობაში მიმდინარე ომს. ესე რომ ეს შეიძლება იყოს რუსეთის მცდელობაც, რომ თავიდანვე აღკვეთოს ISIS-ის ყოფნა ავღანეთში, იპოვოს გზამის გასაკონტროლებლად, რათა ის შემდეგ ცენტრალურ აზიაში არ გავრცელდეს, როგორც რუსები, რუსეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამის შიში აქვთ და შემდეგ უკვე რუსეთში გადავიდეს. ასე რომ, რუსებს შეიძლება სურდეთ თალიბანის დახმარება, რომ მათ საკუთარ ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარონ და განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილზე, რომელიც ყველაზე ახლოსაა ცენტრალურ აზიასთან და სადაც ISIS-ის ყოფნაა. და ამისთვის რა შეიძლება დაეხმაროს რუსეთს? თუ პაკისტანსა და თალიბანს შორის ომი არ იქნება, თუ ეს საზღვარი მშვიდი იქნება, თალიბანი შეძლებს რესურსები, რომლებსაც რუსეთისგან მიიღებენ, უკეთ გამოიყენოს ჩრდილოეთში, რაც რუსებს და მათ ინტერესებს დაეხმარება იმაში, რასაც ისინი საკუთარ გაფართოებულ ახლო საზღვარგარეთად მიიჩნევენ. როგორც არ უნდა იყოს, პაკისტანსა და თალიბანს შორის ომი დასრულებისკენ არ ჩქარობს. გასულ თვეში ორივე მხარე ჩინეთის სინძიანგის ურუმჩიში შეხვდა მოლაპარაკებებისთვის. ჩინელები აქტიურად მონაწილეობდნენ ამ კონფლიქტის მედიაციაში, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. პაკისტანელები ბიანკა ფაქტობრივად ადანაშაულებენ თალიბანს ინდოეთთან თანამშრომლობაში. ინდოეთთან თანამშრომლობაში რისთვის? თალიბანი მხარს უჭერს ისლამის მებრძოლ დაჯგუფებებს პაკისტანში. მთავარი მათ შორის არის TTP, რომელიც პაკისტანში ტერორისტულ თავდასხმებს ახორციელებს. პაკისტანელები ამბობენ, რომ ამის უკან თალიბანი დგას. თალიბანი კი ამტკიცებს, რომ ასე არ არის და ნებისმიერ შემთხვევაში მათ TTP-ზე კონტროლი არ აქვთ. ამიტომ პაკისტანი ციდან ახორციელებს დარტყმებს, ხოლო შეერთებული შტატები ფაქტობრივად მწვანე შუქს აძლევს პაკისტანს ამის გასაკეთებლად. რუსეთს სურს ჩაერიოს, შეაჩეროს კონფლიქტი სამხრეთში და თალიბანი ჩრდილოეთისკენ მიმართოს, რაც რუსეთის ტერიტორიის დაცვას დაეხმარება. კარგი, ვენ ალტმან, დიდი მადლობა, რომ ასე დეტალურად აგვიხსენით ყველაფერი. და ახლა ავღანეთს დაუბრუნდეთ. ქვეყანა შიმშილის რეკორდულ დონეს აწყდება. მეტი ვიდრე 4.7 მილიონი ადამიანი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 1/10-ზე მეტი, შიმშილობის ზღვარზეა. გაეროს მიხედვით 4-დან 3 ადამიანს საკუთარი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება არ შეუძლია. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ რეგიონებში, მაგალითად ჰავარის პროვინციაში. სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად გვესმის ისტორიები მამების შესახებ, რომლებიც საშინელი არჩევანის წინაშე დგანან. ან შიმშილით სიკვდილისთვის მიუსაჯონ შვილები, ან ერთი ქალიშვილი გაყიდონ ქორწინებაში, რომ დანარჩენები გადაარჩინონ. ამასობაში ახალი ქორწინების კანონი კიდევ უფრო ზღუდავს ავღანელი გოგონებისა და ქალების უფლებებსა და თავისუფლებებს. ამ საკითხზე მეტი ინფორმაციისთვის ჩვენთან ერთად არის ვიქტორია ფონტანი, ავღანეთში ქალთა განათლების ალიანსის თანათავმჯდომარე. დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. როგორც ჩანს, აქ ორი პარალელური ხაზი გვაქვს. თალიბანის ხელმძღვანელობა, რომელიც დაუფარავად ზღუდავს გოგონებისა და ქალების თავისუფლებებს და ასევე კულტურული ნორმები და ფაქტობრივი რეალობა, სადაც ადამიანები მძიმე შიმშილს განიცდიან და ვერ ახერხებენ საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფას. საშიში ნაზავია ავღანელი გოგონებისთვის. ხედავთ თუ არა იძულებითი ქორწინებების ზრდას. მადლობა მოწვევისთვის და იმისთვის, რომ ამ საშინელ სიტუაციას ყურადღებას აქცევთ. ზრდა ნამდვილად არის. ბავშვების, გოგონების გაყიდვა ქორწინებისთვის ყოველთვის იყო ავღანეთში გავრცელებული პრაქტიკა. მაგრამ მძიმე მდგომარეობა, რომელშიც პროვინციებში ოჯახები აღმოჩნდნენ, ახლა ამ პრაქტიკის აღორძინებას იწვევს.
ეს გამოწვეულია საერთაშორისო დახმარების შემცირებით, რაც დაიწყო მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაცია მოვიდა ხელისუფლებაში. ამან უზარმაზარი გავლენა მოახდინა სიტუაციაზე, ავღანელების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. და რა თქმა უნდა, ეს გამოწვეულია თალიბანის მთავრობის მხრიდან ინფრასტრუქტურისა და პოლიტიკის კატასტროფული ნაკლებობით, რომლებიც არ აკმაყოფილებს მოსახლეობის საჭიროებებს. ქვეყანაში სხვადასხვა მძიმე პრობლემის მატება, რასაც ქვეყანა აწყდება, მატება კრიმინალის. და ეს საშიში კოქტეილია ოჯახებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავი გაართვან და ყოველდღიურ ცხოვრებაში გადარჩნენ. ასე რომ ეს მხოლოდ პროვინციებში არ ხდება. ეს ასევე ქაბულშიც ხდება, სადაც საშუალო ფენის ოჯახებსაც კი უჭირთ ცხოვრება. მაშ დამატებითი საკვები დახმარება და ჰუმანიტარული დახმარება ოჯახებს შვილების გაყიდვისგან შეაკავებდა. თუ ეს უფრო ღრმა, ძირეული პრობლემაა. ეს ძალიან ღრმა პრობლემაა, რა თქმა უნდა, ეს გამოწვეულია თალიბანის ფაქტობრივი ხელისუფლების ეკონომიკური გაუგებრობით. ქვეყანა ყველა დონეზე ვერ ფუნქციონირებს. არის ძალიან ცოტა ექსპორტი, ძალიან ცოტა ვალუტაა ხელმისაწვდომი. და ეხლა ავღანელები ცხოვრობენ იმ ფულით, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრები უგზავნიან. და ასე რომ იცით, როცა ეკონომიკა გაჩერებულია, ფაქტია, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვერ მუშაობს, რადგან ქალებს არ შეუძლიათ განათლების მიღება და ასევე მუშაობა. ეს ქმნის ამ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას. და რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნები, რომლებიც თალიბანთან ურთიერთობენ, ასევე სარგებლობენ ამ ეკონომიკური მდგომარეობით, ბუნებრივ რესურსების ნაწილს მოიპოვებენ. აქ ჩინეთზე ვსაუბრობ და იმის გამო, რომ თალიბანი საკუთარ ბუნებრივ რესურსებზე სათანადოდ ვერ აწარმოებს მოლაპარაკებებს, ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ეკონომიკა გაჩერებულია. ამიტომ ეს ნამდვილად მძიმე კრიზისების თანხwebdrაა ავღანელებისთვის ამ მომენტში. და ეს არ უმჯობესდება. მოგცემთ ერთ მაგალითს, ჩვენს კოლეგას ქაბულში მცხოვრებ ოჯახს სახლში გასაყიდი აღარაფერი დარჩა. იცით, მათ უკვე დივანიც აღარ აქვთ, რადგან ყველა ავეჯი გაყიდეს, რომ უბრალოდ თავი ირჩინონ. და ჩვენ საუბრობთ ქაბულის საშუალო ფენის ოჯახებზე. ეს ძალიან რთულია მოსასმენად. ესეთი ამბები გულს მткენს, მაგრამ რას შეიძლება აკეთებდეს საერთაშორისო საზოგადოება? რას შეიძლება აკეთებდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციები? არის თუ არა გზა, რომ მდგომარეობის გაუმჯობესებაში დავეხმაროთ? დიახ. მე ასე ვამბობ, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს მთავრობაზე. მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილის ჩართვა, ქალების განათლება, მათთვის მუშაობის უფლების მიცემა. და თუ ეკონომიკა გამოცოცხლდება, რა თქმა უნდა, ეს ბევრის მდგომარეობას შეცვლის. ამიტომ ვფიქრობ, რომ იცით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მეტი ზეწოლა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე ამ მთავრობის არაღიარება და აღიარებაზე პირობების დაწესება მნიშვნელოვანია. და პირობები, რა თქმა უნდა, იქნება ის, რომ მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილი იყოს ჩართული და ქვეყნის ბუნებრივი რესურსები იყოს გათვალისწინებული. კარგი, ვიქტორია ფონტან, ბოლოს დაკარგეთ, მაგრამ დიდი მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის და ამ რთულ საკითხზე ნათელის მოფენისთვის. გავაგრძელოთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს ასტანაში იმყოფებოდა ყაზახეთის პრეზიდენტ ტოკაევთან მოლაპარაკებებისთვის, ხოლო მისასალმებელ ცერემონიაზე თვითმფრინავებმა ცაზე რუსეთის დროშა დახატეს. მაგრამ მთავარი თემა აქ ენერგეტიკა. რუსეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყაზახეთის პირველი ბირთვული ელექტროსადგურის აშენებაზე. პროექტის ღირებულება დაახლოებით $15 მილიარდ შეადგენს, ხოლო ცნობების მიხედვით რუსეთის მხრიდან დაფინანსება დაახლოებით 85% შეადგენს ექსპორტული კრედიტის სახით.